ვარ დააკოთუშ აბრამიშვილი. ლექსების წერა დავიწყე ალბათ ძალიან პატარა ასაკში, მაგრამ სერიოზულად მაინც ალბათ სადღაც 15 წელი იქნება, რაც ლექსებს წერ და ჩემი პირველი წიგნი გამოიცა 2018 წელს. მას შემდეგ რა ვიცი, ვცდილობ რომ ჩემი შემოქმედებით, ჩემი ლექსებით თითოეული ადამიანის, თითოეული მსმენელის გულთან მივიდე, სულთან მივიდე, მივიტანო მათ სულამდე ჩემი ლექსები და არ ვიცი რამდენად გამომდის, ეს ალბათ მაინც მსმენელის და მკითხველის განსასჯელია. მე სიზმრე ბიჭო, მზე იყავი ჩემი სასახლის. ბავშვობის ჩრდილი ეცემოდა ალუბლის ხეებს და როგორც მაშინ, როგორც ადრე, ბაღებს და სახლებს ცისარკეები ირეკლავდნენ ჰერენკი მზეს. მეძინა, მაგრამ თვალებიდან ვერ მოვიშორე მონოტონური მუსიკის და აპრილის ფეთქვა და ფანჯრებიდან მთელი ღამე წვიმდა სიშორე, რომელსაც შენი გაუთქმელი სახელი ერქვა. გარეთ ახლად წვიმს ტირიფებთან ჩუმი ქადილით გატეხილ ბორანს შეაკეთებს ჩემი მებორნე. მე სიზმრე ბიჭო, შენ იყავი ისე ნამდვილი, ანდა სიზმრიდან როგორ უნდა გამომეგონე. და ისე ვამბობ, თითქოს შენთვის 1000 ჯერ მეთქვას, დრო არ არის თქო, არც სურვილი განმარტოების, რომ ჩემში ახლა გაგიჟებით აპრილი ფეთქავს, ალმოდებული ვარდისფერი ატმის რტოებით. ჩემი და პრემია ივერიის დამოკიდებულებას რაც შეეხება, დიდი ხანია ნუგზართან მეგობრობ, სადღაც წლების წინ მეორედ მიწევს პრემია ივერიის ლაურეატობა და ეს იყო დაახლოებით 10 წლის წინ პირველად მივიღე მონაწილეობა, ახლა მეორედ მომიწია და უზომოდ ბედნიერი ვარ და უზომოდ კმაყოფილი ვარ აი ამ ურთიერთობით, რასაც პრემია ივერია ქვია, რადგან მოგეხსენებათ, პრემია ივერია მხოლოდ პრემია არ არის და არც ფარატინა ფურცელი, ის არის ძალიან დიდი საქმის გამკეთებელი ფაქტიურად და მკეთებელი. ეხლა პრემია ივერიასთან ერთად, შესანიშნავ გუნდთან ერთად ვიყავი იტალიაში და საოცარ საქმიანობას ჩაეყარა საფუძველი, ქართული სკოლა გაიხსნა და ჩვენც გავხდით ამ დიდი საქმის ნაწილი. ჩვენ პატარა წვლილი შევიტანეთ ჩვენი აი ამ შემოქმედებით, აი ამ ძალიან დიდ საქმეში ფაქტიურად. რაც მთავარია, ჩავიტანეთ ჩვენი შემოქმედება და მათ დაგვახვედრეს თავიანთი საქართველო, პატარა საქართველო. ჩვენ ჩავიტანეთ საქართველო და დაგვახვედრეს საქართველო, ასე ვთქვათ. პატარა საქართველო. დაახლოებით 10 წლის წინ, როდესაც პრემია ივერია ახლად იდგავდა ფეხს, ასე ვთქვათ, ჩვენი პირველი მსვლელობა იყო, მაშინ ვიყიდეთ ბზის ნერგები და ყველამ დავრგეთ ეს ნერგი, როგორც სიმბოლო მარადილობის, სიმბოლო ზრდის, მომავლის და განვითარების. პრემია ივერია ახლა მიემგზავრება იტალიაში, ნამდვილად განმეორებით, მე ეხლა ვერ ვახერხებ წასვლას, თუმცა ძალიან დიდი სურვილი მქონდა კიდევ ერთხელ ამ საოცარი ქვეყნის მონახულების და ამ დიდ საქმეში ჩემი პატარა წვლილის შეტანის. ძალიან ბევრი რამის კრებული არის პრემია ივერია. რადგან თქვენ ვერ მიდიხართ, მოდი თქვენი მოკითხვა და მონატრება გაუგზავნოთ თქვენი ლექსით. გისმენთ.
მოდით, რადგან იტალიას უგზავნი, მაშინ ვენეციას წავიკითხა. ვენეცია თუ ზღაპარია, თვით ზღაპარიც არ თქმულა ასე. თუ იდუმალი ხელოვნების არის ქმნილება, დედამიწაზე სამოთხეა, ქალაქი წყალზე და სილამაზის მისტიური სრულყოფილება. აქ არაბესკულ ფანჯრებიდან ისმის ვივალდი, 4 დრო, 4 საოცრება, 4-ვე მithხოვს. ქალაქის გულში გონდოლიორს ისე მივყავდი, დარდი არასდროს არ ქონია მენავეს თითქოს. ხავსიან კედლის ფრესკასავით ხელის შეხებით ფრთხილად ღებავენ მოძველებულ სახლის ფასადებს. ჩვენ ამ ქალაქში შევხვდებით და ერთი შეხედვით სიკვდილ სიცოცხლეს სულ სხვაგვარად გადავაფასებთ. ჩვენ ხომ მოგწონდა ოქროსფერი მოლურჯო ზღვათა და მღელვარებაც გვიტაცებდა მისი ძალიან ზღვის დედოფალო სიმშვიდეში მოარულ ხმათა ქერუბიმებმა გიგალობონ. ავე მარია.